შვიდობა მოგმადლობთ ღმერთმა ძვირფასო საზოგადოება. ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს პავლე მოციქულის ეპისტოლეების შინაარსის შესახებ. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პავლე მოციქულის სიტყვა დღევანდელ დროში, როცა ესეთი აზრთა სხვაობა იმდენად დიდი, რომ ვერც კი წარმოიდგენს ადამიანი თუ შეიძლება მართლმადიდებელ ეკლესიის წიაღში არსებობდეს ამდენი განსხვავებული აზრი თავად პავლე მოციქულის სწავლების შესახებაც კი ჩვენ კი ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ პავლე მოციქულთან ხედავთ საოცარ სწავლებას ის შესახებ, რომ ადამიანი რეალურად არის ცოდვის შვილი, ანუ პირველქმნელი ცოდვით დაზიანებული ბუნების მქონე და მისი აღდგენა ხდება განახლებული კაცის, ანუ ქრისტეს მიერ. რასაც ქვია განახლებული იგი ქრისტეში. ამიტომ წავიკითხავთ რა ეპისტოლეების შინაარს სხვადასხვა ამონარიდებს ჩვენ აქ გავამახვილებთ ყურადღებას როგორც ერთ პოსტულატზე, რომ ადამიანი ნამდვილად არის ცოდვილი არსება და თავად პავლე მოციქული თავის თავსაც თვლის ესეთად და არა ისე რომ მოჩვენებითად და ვიღაცის საყურა არამედ თვლის თავს ესეთად და მეორეს რომ აი ეს დაცემული ადამიანი როგორ მოხდა მისი აღდგენა. აქ ჩვენ ასევე შევეხებით ჩვენთვის უკვე ნაცნობ თემას, რასაც ქვია სულისა და სამშვინველის განსხვავება, როდის ხდება სამშვინველის მარტო ყოფნა და აქედან გამომდინარე მისი ცოდვის მდგომარეობაში ყოფნა და როდის არის ის სულწმინდასთან ღვთის სულთან ერთად, როდესაც ის აღწევს უკვე სულიერ სრულყოფილებას. ამიტომ დავიწყოთ ჩვენ ახლა კითხვა და პერიოდულად შევეცდებით აი ამ საკითხების განმარტებას. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა არის ძალიან ცნობილი პავლე მოციქულისა, გახლავთ ის, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად ცოდვილთა სახსნელად, რომელთაგან პირველი მე ვარ. ჩვენ ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზეც, რომ ძირითადად ვკითხულობ თანამედროვე თარგმანს, ვინაიდან ის უფრო გასაგებია თანამედროვე ადამიანისათვის და ძველი ქართულით კიდე არის სიტყვები, რომელსაც კიდე ცალკე განმარტება ჭირდება, ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ აი ესეთი მიდგომა. ნახეთ, პავლე მოციქული პირდაპირ მკაფიოდ ამბობს, რომ ქრისტე მოვიდა ადამიანის სახსნელად და ამ ადამიანებს შორის პირველი მე ვარ, ანუ ცოდვილებს შორის პირველი მე ვარ. ზოგიერთი მიიჩნევს, დღესაც არის ესეთი კატეგორიის მათ შორის სასულიერო პირებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ აი პავლე მოციქული ვიღაც სხვაზე საუბრობდა. მაგრამ ნახოთ სხვა ეპისტოლეებიც. აქაც კაფიოდ ჩანს, რომ ის თავის თავსაც მიიჩნევს ასეთად, მაგრამ ნახეთ რომაელთა მიმართ ეპისტოლე ვნახოთ ახლა, რადგან ვიცი, ნახეთ ხაზს უსვამს ამას, რომ არ მკვიდრობს ჩემში, ესე იგი ჩემს ხორცში კეთილი, ნახეთ ეს იცის მან ნამდვილად დარწმუნებულიც არის ამაში, რომ მის ხორცში გულისხმობ ჩვენ სწორედ არა მარტო ხორცს როგორც მატერიას, არამედ ხორცში როგორც ვიცი ჩვენ იგულისხმება ზოგადად ახორცული ვნებაც, ხომ? ანუ სამშვინველის კატეგორიები. ანუ პავლე მოციქული ამას კაფიოდ ამბობს. ვიცი რომ ესე იგი ხორცში არ არის კეთილი, ვინაიდან არის ჩემში კეთილის ნდობა, არის რა თქმა უნდა კეთილის, მაგრამ არ ვიცი როგორ აღვასრულო იქნება. და რადგან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ნახეთ, უცნაურია ერთი შეხედვით, ხო კეთილი იცის რა არის და პავლე მოციქული ამით ყველას გვეუბნება ჩვენ, რომ აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს დაცემული, ჩვენ ვიცით რა არის კეთილი, მაგრამ ვერ ვაკეთებთ აი ამ კეთილს და პირიქით ვაკეთებთ იმას, რომელიც არ გსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი არ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. აქაც ისევ და ისევ პავლე მოციქული ამახვილებს
ყურადღებას იმაზე, რომ ჩვენ როცა გვსურს კეთილის კეთება, ვერ ვაკეთებთ ამას, იმიტომ რომ კეთილის კეთება სულიერი მოვლენა გახლავთ და სულის შეწევნა ჭირდება ადამიანს, ხოლო ვაკეთებ ბოროტს, იმიტომ რომ მარტივია, ხო? ცოდვილი ვართო, ცოდვის მიდრეკილებები თავის სიტყვას ამბობს ჩვენს ცხოვრებაში. ნახეთ ახლა რაზეა მნიშვნელოვანი ყურადღების გამახვილება. ხორცი. რას გულისხმობს ხორცი? გვთქვით ჩვენ რომ აქ არა მარტო ადამიანის ესე იგი ხორციელი მდგომარეობა იგულისხმება, არამედ მისი ზრახვები, ზნება, გამოვლინება, მოქმედება, ყოველივე ეს და ხორცის ზრახვა ღვთისმტრობა, რადგან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს. ამიტომ ხორცისაებრ მოარულნი ვერ ესეთნოებიან ღმერთს. ანუ ხორცისაებრ მოარულნი ნიშნავს, რომ აი ამ ახორცული ვნებებით ვინც დადის, ანუ ცოდვის მორევში ვინც არის, ის ვერ ესათნოება ღმერთს. ხოლო თქვენ ხორციელად ყოფნი კი არ ხართ, არამედ სულიერად. ნახეთ, აქ უკვე გამახვილებულია ყურადღება იმაზე, რომ არის კატეგორია ადამიანებს, რომელს ხორციელი მდგომარეობა, ანუ მარტო ხორცი და სამშვენელის კატეგორიას ეკუთვნის ადამიანი, ხოლო თქვენო ესეთები არ ხართო, თქვენ ხორციელად ყოფნი კი არ ხართო, არამედ სულიერად. ანუ უკვე შემოდის საქმეში ღვთისმული, სულიწმინდა და ის აგრძელებს, რომ თუ კი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში, ვისაც ქრისტეს სული არ აქვს, იგი არც არის მისი. ანუ თუ ქრისტესი ხარ, მაშინ მისი ქრისტეს სულიც უნდა გქონდესო. თუ ვინც ქრისტესი არა, იმას არც აქვსო ეს სული წმინდა. ანუ ის რჩება, ესე იგი ხორციელი და სამშვენეულ კატეგორიაში და ეს არის მისი მთლიანი, ასე ვთქვათ, სიმდიდრე. ნახეთ, ჩვენ ამაზეც ვთქვით არაერთ გზის წინა შეხვედრებზე, რომ სული არის ზოგადად ადამიანის შემადგენელი არის სული, სამშვენელი და სხეული. ნახეთ, როგორ ამბობს პირველ თესალონიკელთა მიმართ პავლე მოციქული, სული თქვენი, სამშვენელი და გვამი, ანუ სხეული, უბიწოთ მოსვლასა მას უფლისასა, იესო ქრისტესა დაემარხენით. ანუ აქ პირდაპირ ამახვილებს ადამიანის სამშემადგენელიანობაზე, ტრიხოტომია ეწოდება ამას ღვთისმეტყველო ენაზე, პირდაპირ ამახვილებს ყურადღებას პავლე მოციქული, რომ ადამიანი შედგება სულისაგან, სამშვენელისა და გვამისა. და ესენი უბიწოთ უნდა შეინახოთ. როგორ უნდა შეინახოთ სამშვენელი და ხორცი უბიწოთ? სწორედ სულის მიერ, ანუ სულიწმინდის მადლის მეშვეობითა და მოქმედებით. და ამავე დროს სული, როგორც გითხარით, ღვთის მადლის მოქმედება გახლავთ და ამიტომაც იქნა გამიჯნული, ნახეთ, პავლე მოციქული უკვე ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ესეთ რამეს ამბობს, ვიდრე განსაყოფელად მდე სამშვენელისა და სულისა. რას ნიშნავს ახლა ვიდრე განსაყოფელად? ანუ თუ ადამიანი სულთან ერთად სამშვენელსაც და ხორცსაც აი ესეთი მადლის მიერად ეპყრობა, მაშინ მისი ერთიანი შემადგენელი ადამიანისა არის უკვე ჭეშმარიტების გზაზე და სრულყოფილების გზა და რასაც ქვია განხთობილი მდგომარეობა, აი ესეთ ადამიანის ცხოვრებაში მოდის. ხოლო თუ ეს განყოფილია, ანუ ადამიანი სამშვენელის და ხორციელი ვნების მდგომარეობაშია, მხოლოდ და სულიერი და ღვთისმსულიერი მას საერთოდ არ ადარდებს და რჩება ამ სამშვენიერ მდგომარეობაში, მაშინ რა თქმა უნდა ის ვიდრე განსაყოფელამდე ხდება. ანუ ის განყოფს რეალურად, იმიტომ რომ თუ სულისა არ ახარ, როგორც ამბობს წმინდა წერილი, ხო? მაშინ ხორციელი ხარ. ეს არის მარტივი ლოგიკა, რომელსაც პავლე მოციქული ანვითარებს. ხოლო მშვენიერი კაცი არა შეიწნარებს და არ შეიწნარებს სულსა ღვთისასა. ნახეთ, კატეგორიულად უკვე კონკრეტული სწავლებაც ხედავთ ჩვენ პირველ კორინთელთა ეპისტოლეშია ეს ადგილი, მეოთხე თავში,
ხოლო მშვენიერი კაცი არა შეიწმარებს სულსა ღვთისასა, რამე თუ სიცოფე უჩს მას ის, ანუ სიგიჟე სისულელე გონია სულზე ზრუნვა და ამიტომ ის მშვენიერ მდგომარეობაშიც კმაყოფილია თავისი მდგომარეობით, აქედან გამომდინარე მისი ესე იგი სულიერი მდგომარეობა არ აღემატება იმისას, რაც სამშვენიველის კატეგორიას მიეკუთვნება. და შემდეგ კიდე ამბობს ესეთ რამეს 1 კორინთელთა ეპისტოლეში, რომ დაეთესვების ხორცი მშვენიერი და აღდგების ხორცი სულიერი. ანუ ხორცი მშვენიერი ვთქვით უკვე ჩვენ რომ ეს დაცემული კატეგორიიდან არის და მას აქვს ხორცი და სამშვენიელი, მეტი არაფერი და ამით არის ადამიანი კმაყოფილდება სულიერზე საერთოდ არ ფიქრობს და არის კიდე ხორცი სულიერი. ანუ სულიერ ხორცში იგულისხმება ის, რომ სულიწმინდის მიერ დაგონებული და განსჯვალული ადამიანი განიღვთობა როგორც სხეულით, ისე სამშვენიველითაც. და უკვე ხდება არა ორ შემადგენელიანი, არამედ სამ შემადგენელიანი ძმაუნდა დაუნო. სული, ესე იგი სამშვენიელი და გვამი, როგორც ამბობს უბიწოდ, მოსვლასა მას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესაო. ამინ. ეხლა ჩვენ გადავიდეთ კიდევ ერთ საკითხის განხილვაზე. და პოულობ რომაელთა მიმართ ეპისტოლეშია მე-7 თავში. ამ რჯულს კეთილის ქმნამ სურს, მაგრამ ბოროტი კი მიძებს წინ. ნახეთ, კეთილის გაკეთება მინდა, ეს არის არსებითად პავლე მოციქულის ასე თქვა ღვთისმეტყველება, ხო? რომ კეთილის გაკეთება გვინდა, მაგრამ მუდმივად გვახსენებს იმას, რომ პირველქმნილი ცოდვის შედეგად ჩვენ გვაქვს ეს ცოდვები. მაგრამ ბოროტი კიდე აქეთ მეკაჩება. რადგან შინაგანი კაცისაებ მხოლოდ ღვთის ჯულით ვთკბები. შინაგანი კაცი არის ის, რომელიც ღვთის ჯულით თკბება. მაგრამ ჩემს სხეულში, ხორცში სხვა ჯულს ხედავ. ნახეთ, არის ესე იგი საღვთო ჯული, რომელიც აღსრულების დროსაც ვთკბებიო, ძანებს პავლე მოციქული და ეს არის შინაგანი კაცი, ანუ სულიერი მდგომარეობა ადამიანისა, სწორედ ღვთის ჯულის მიხედვით და კვალდაკვალ სიარულით განხორციელდება, მაგრამ არის კიდე მეორე ჯულის მდგომარეობა, რომელიც ეურჩება ჩვენს გონებას, ჩვენს ცოდვილ მდგომარეობას და აი ამ ცოდვილი ჯულის ტყვედ გვაქცევს ჩვენ. ვინმე დამიხსნას მე სიკვდილისა ამის სხეულისაგან, ვინ განმაშორებსო მე აი ამ ცოდვილ მდგომარეობისაგან, ბრძანებს პავლე მოციქული და იქვე ვიცით პასუხი ამისი, რომ მე ერთი და იგივე კაცი გონებით ღვთის ჯულის მონებ, ხორცით კი ცოდვის ჯულისა. ესე იგი ისევ და ისევ აი ამ ორ კატეგორიაზე აქვს პავლე მოციქულს საუბარი, რომ ღვთის ჯულს მონებ ჩვენ, მაგრამ ხორცი კიდე თავისას მაინც ითხოვს, ანუ ცოდვის ჯულის აღსრულებას. ხოლოაც არავით არის სასჯელი მათ მიმართ, რომელიც არიან ქრისტე იესოში. ნახეთ, თუ ძველი ჯული შედეგად ადამიანი ვერ ახერხებს გამოხსნას, იმიტომ რომ ქრისტე ჯერ არ არის მოსული და საჭიროა ახალი ღვთის ჯული, აქ უკვე ახალ ჯულზეა საუბარი, ხოლოაც არავით არის სასჯელი მათ მიმართ, რომელიც არიან ქრისტე იესოში. ანუ ვინც უკვე ქრისტე იესოშია, ისინი უკვე ახალ ჯულში არიან, ღვთის ჯულში არიან, რომელიც არის უკვე სრულყოფილების მომცემი, გამომხსნელი და მაცხოვნებელი. ეს არის ის ძირითადი ასევე სათქმელი პავლე მოციქულისა, ის არ გვტოვებს აი ამ უიმედობაში, როცა საუბრობს, რომ ხორციელი მდგომარეობა არის ცხადია დამხუპველი და მტრობა ღვთისა ამბობს და ასე შემდეგ, მაგრამ იქვე ყოველთვის ამის პარალელურად ასე ვთქვათ, გვახსენებს, გვანუგეშებს ჩვენ იმ სიტყვებით, რომ ვინც ქრისტეშია, ის უკვე აღარ არის იმ ჯულის ქვეშ და ის უკვე დგას
მაცხოვრებელ გზაზე. რადგან სიცოცხლის სულის ჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის ჯულისაგან განგვა თავისუფლად ჩვენ. ნახეთ, სიცოცხლის ჯული უწოდა ქრისტე იესოში და აი ამ ცოდვისა და სიკვდილისაგან, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო ადამის ცოდვის შედეგად, ამისაგან განგვა თავისუფლად ჩვენ. აქ არის მნიშვნელოვანი რამ, ძმაო და რომ ჩვენ ცოდვებისაგან თავისუფლდებით სწორედ ქრისტე იესოს მიერ, სულიწმინდის მადლით. ყოველივე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ რაიმე კეთილს ვაკეთებთ, ესე იგი იმ კეთილის სულის ჩამდგმელი არის სულიწმინდა. ანუ ღვთაებრივი სული მოქმედებს ჩვენში. ხოლო თუ ბოროტს ვაკეთებთ, აქ უკვე ჩანს ჩვენი ცოდვილი მდგომარეობა და რა თქმა უნდა, ეშმაკის ხელიც ურევია იქ. შემდეგ კიდევ რომაელთა მიმართ ეპისტოლე წავიკითხოთ. ხოლო თუ პირველი ნაყოფი წმინდა, ასევე ცომიც იქნება წმინდაო. და თუ კი ფესვი წმინდა, ასევე რტონიც იქნება წმინდა. ნახეთ, ეს ადგილი პავლე მოციქულისა ძალიან გავს სახარებისეულ სწავლებასაც, ხო, ვენახის შესახებ, რომ მე ვარ ვენახი, უკვე თუ ჩემთანა დაადგეთ და ასე შემდეგ იყო ჩემთანავ, ხომ? და ვინც არ დაადგება ჩემთანავ, ის გაისხლება. ნახეთ, და განვარდება გარეთ. რას ნიშნავს ეს სიტყვები, რომ ვენახი ის ფესვია, რომელზეც კეთილი ნაყოფი ამოდის, ხოლო თუ აი ამ ვენახის კეთილი ნაყოფის საგან არ ახარ, მაშინ ესე იგი შერეული რაღაცა ველური ზეთისხილის ნაყოფი ხარო, ბრძანებს პავლე მოციქული და აუცილებლად მისი წვენის თანაზიარიც გახდებიო. მისი წვენი რას ნიშნავს აქ პავლე მოციქულის სიტყვები? ანუ მისი ცოდვის თანაზიარი ხარ. ანუ ხენეში ფესვი თუ არის, ხენეში ნაყოფიც არის, ხო? კეთილი ფესვია, კეთილი ნაყოფია. და თუ ჩვენ ხენეშნა ფესვზე ვართ აღმოცენებულიო, ის თავის ცოდვის მიერ კვალს თანაზიარებას ამ წვენისაო გახდის ადამიანსო. შემდეგ გალატელთა მიმართ ეპისტოლესაც გეტყვით, რომ მე ვამბობ, სულისაებ იარებოდეთ და ნუ აღასრულებთ ხორციელ სურვილს. ნახეთ, აქაც კარგად ჩანს, რომ სულისამებრ, ანუ სულიწმინდის მიხედვით და მისი ლოცვა-კურთხევით ვიაროთ და ნუ აღასრულებთ ხორციელ სურვილს. ნახეთ, ისევ და ისევ ხორცი რო არ გვეგონოს ჩვენ, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ფიზიკურ სხეულზე ლაპარაკი, არამედ უფრო მეტი სამშვიდველზე, ანუ აქ ხორცში ყოველთვის პავლე მოციქული გულისხმობს ხორცას და სამშვიდველსაც, ეს კარგად ჩანს, ანუ ნუ აღასრულებთ ხორციელ სურვილებსო და ხორციელი სურვილი რა არის? ვნებები, მრუშობა, ხორცობა, მრისხანება, მკვლელობა, შური, ამპარტავნობა, ყველაფრის ამისი, ესე იგი ნებელობის, გრძნობელობის თუ გონებრივი კატეგორიის სამშვიდველის მდგომარეობები, რაც ადამიანის ბუნებისთვის არის დამახასიათებელი, ყოველივე ამას ხორციელი, ავხორცული ვნებების სახე აქვს, მანამდე ვიდრე არ განთავისუფლდება ადამიანი აი ამ ცოდვის მორევისაგან, ანუ არ გახდება ახალი ადამიანი ქრისტეში. ასევე ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ ხორცის საქმენი აშკარაა, ესაა სიძვა, უწმინდურობა, ბილწითხვაობა, როგორც გითხარით, ხოლო სულისამებრ მოქმედი არ ახარ უკვე ძველ ჯულსა ქვეშე. ნახეთ, კიდევ ერთხელ ამახვილებს პავლე მოციქული ამაზე ყურადღებას, რომ არის ძველი რჯული და ახალი რჯული და აღარ ხარო ძველი რჯულის ქვეშე, მაშინ როცა აღასრულებ სულის მიერს, სულისამებრ, ესე ამბობს წმინდა წერილი. და დავასრულებდით ჩვენს აი ამ სიტყვას ისევ წმინდა წერილის სიტყვებით, რომ სულისაგან შობილი სულია, ხოლო ხორცისაგან შობილი ხორცია. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანი შემადგენელი
არ არის მთავარი შემადგენელი სული, ანუ სულიერი ძალა იგულისხმება აქ, სულიწმინდის ნიჭები იგულისხმება, ზოგადად ღვთის სულის ზეგავლენა და ზემოქმედება ადამიანზე, რაც ენიჭება მას ეს მადლი ნათლისღების მეშვეობით, ხომ? და ამას შემდეგ უკვე მირონცხების და სხვა საიდუმლოებების მეშვეობით განავითარებს და სრულყოფილ სახეს აძლევს, ანუ რასაც ქვია განხდობილი მდგომარეობის მოპოვება, ხოლო ხორციელად ჩობილი ხორცია. ანუ ხორციელად ჩობილი ხორციას იგულისხმება ის, რომ ის დარჩება სულიწმინდის გარეშე და ხორცი, ანუ ხორციელი და სამშვენელი სულიწმინდის და სულის გარეშე რა არის? მითხარით, ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია არაფერი წმინდა, სულიერი და ის რა თქმა უნდა ვერ დაემკვიდრებს სასუფეველსა ღვთისასა. ამიტომაც ამბობს წმინდა წერილი ძმავნოდან, რომ უკვე თუ ვინმე არ აიშვეს წყლისაგან და სულისა ვერ ხელეწიფების შესწავლად სასუფეველსა ღვთისასა. ანუ თავარი აქ კრიტერიუმი სწორედ პავლე მოციქულის მთელი ეს ეპისტოლეების შინაარსი, რაც მოვიყვანეთ და რაც ვერ მოვიყვანეთ ჩვენ დღეს, ხომ? სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ ადამიანი, როგორც გითხარით, რომ შევაჯამოდეს ყოველივე, არის დაცემული ბუნების მქონე პიროვნება, რომელსაც მემკვიდრეობით აქვს ეს ადამიანისეული ცოდვა და აი ამ ხორციელ მდგომარეობას ის ძალიან მშვენივრად აღწერს და ამბობს ხომ ამასაც, რომ ის კეთილი, რომელიც ვიცი, რომ კეთილია, იმას ვერ ვაკეთებ, არამედ ვაკეთებ იმას, რაც ბოროტია. რატო აკეთებს ამას ადამიანი? იმიტომ აკეთებს, რომ სწორედ აი ამ მემკვიდრეობის მსხვერპლი და ხვედრი ერგო მას წილად. და აქედანაც გამოსავალიც აუცილებლად შემოგთავაზა პავლე მოციქულმა და უпростоრად თავად ღმერთმა, როცა მოვიდა ამ ქვეყნად, დაიმდაბლა თავითვისი, ჯვარს ეცვა ჩვენთვის, აღსდგა და აღადგინა მისთანა მართავნი. ღმერთმა შეგვიწყალოს, გვაკუთხოვოს